დღევანდელი ვაჭრობით კი არა უშავს, მაგრამ აი მოსავლის ჩაბარებით უკმაყოფილონი. გასაგებია. ანუ ყურძენი რამდენი მოგივიდათ წელს? ყურძენი წელს მაგალითად ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდა. 6-7 ტონა მაინც ავიღეთ, რასაც არ ველოდებოდით, მაგრამ ჩაბარების ფასი იყო ძალიან ნაკლები. 60. რამდენი იყო დაპირება? ბატონო, დაპირება რამდენი? დაპირება იყო მეტი უფრო, რა თქმა უნდა და ველოდებოდით მეც. მაგრამ დანახარჯი ამოიღეთ? არა. ვერა. არა გენაცვა. Алло. Карга, да, ну дагирება ქუჩაში ხაზი გადაღებაზე ვარ, გადაღება. დღეს არის თბილისობა. როგორ? თბილისობა. როგორ ფიქრობ, რატო ასეთი მცირე ხალხი? ალბათ ჩვენ არ ვიცით, არა, სიცივის გამო არა. საღამოს იქნება, ხო, უფრო დამაგვირგვინებელი საღამო. საღამოს იქნება ხალხი, იმიტომ რომ საერთოდ საღამოს უფრო მეტი ხალხია. ეს ყვავილები ვისთვის აქ? აი, ნენე მიდელაშვილი. ეს ვინაა? ჩვენი მეგობარია. ვერა ვაიქცე. ჩვენი მეგობარია. აბა რა დღეა დღეს? თბილისობა. როგორ ფიქრობ, რატო ასეთი ცოტა ხალხი? არ ვიცი, რავი, განსაკუთრებული ვერაფერს ვერ ხედავ, რა ვიცი. შაშამდელი თბილისობა გახსოვ? კი. უფრო მეტი ხალხი იყო. თავისთავად. რატო დღეს რატო ხდება? არ ვიცი, რავი, შეიძლება იმიტომაც რომ არ მოწადინდნენ და რა ვიცი, რა. თბილისობაზე კი პირველად ღებულობ მონაწილეობას. როგორ ფიქრობ, რატო ასეთი ცოტა ხალხი? ალბათ მე ამის დავაბრალებდი და საქართველოში კრიზისს დავაბრალებდი ამ ყველაფერს. შაშაროვსკი იყო, ხალხი იყო მაინც.
კი, მაგრამ იმდენი კრიზისი არ იყო რაც წელს. წელს ეშინია ელემენტარული ბავშვის გამოყვანა ეშინია მშობელს, რომ ფული არ აქვს ჯიბეში ელემენტარული კანფეტი უყიდოს და შოკოლადი. ახლა 1 მილიონია დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფილოსოფიას. და რა ეთყობა აბა? შეიძლება ბიუჯეტზე დახარჯული არის, მაგრამ კერძოდ იმისთვის არ არის გამოყოფილი. კონცერტი არის, თორე ბავშვს აბა სასრიალო მოუნდეს. კი, ბევრად დიდი კრიზისია დღესდღეობით საქართველოში ვიდრე იყო. რას ვისურვებდი და საქართველოს უკეთესი მენახოს და აი თბილისობაზე ეს ყველაფერი შევსილიყოს ხალხით და ბედნიერი მენახოს ხალხი, ბედნიერი სახეები მენახოს ხალხის. გაიხარ, მადლობა. რას უსურვებთ აბა ქვეყანას? ქვეყანას? გამაცხოვრებულს, მოდიში. გამაცხოვრებულს, გაუბედურებულს. შეერს გამაცხოვრებულ ქვეყანას აუნაუს. ივანიშვილების, შევანაძეების ქვეყანას აუნაუსულა ამ სახელმწიფოს. როგორ ფიქრობთ, რატო ასეთი ცოტა ხალხი? რატომ? გაუბედური გამაცხოვრებული ქვეყანა არის. ქართველი აღარ არსებობს საქართველოში. კულტურობა რა შუაშუა ამ შემთხვევაში. ყველა ლოტობს. ყველა ლოტობს. აბა ეგრე არ არის? საიდან მზადებით? ასეთი და თქვენი სახელი და გვარი? გიორგი ზალიაში. პირველად ხელმძღვანელობაზე ვიყავ. და რამდენად მაყოფილი ხარ თქვა? აია. აია. და ხალხი არის, პილობენ? პირველი არის? კი. ყოველდღე ინატრებთ ალბათ ასეთ situations, ხო? არა. ყოველდღე არა. ცოტა დავიღალეთ. ფილოსოფიას ადრე ყოფილ ხარ ფილოსოფიაზე? კი. და შედარება შეგიძლიათ გააკეთოთ? მაშინ ვიყავით გასართობად. ეხლა ცოტა დავკავდით ბატონო, გასართობად, მაგრამ შედარება შეიძლება მაშინ ბევრი ხალხი იყო, ცოტა ხალხი. მაშინ უფრო ბევრი ხალხი იყო. რატო ვითომ თქვენი აზრით? ცხოვრებიდან გამომდინარე, გაჭირებიდან გამომდინარე ალბათ. უსურვებდი ყველაფერ ხალხს და ხალხს გამრავლებას და გახარებას და რა ვიცი, ბედნიერებას ყველას. აი, მთელ საქართველოს, თბილისელებთან ერთად.